საჩუქარი ხატია. საჩუქარი ბოზართ მოხვარ. არავით არის ბოზართ. ეს რა არის რა ამბავია? ჩვენი სპონსორი ნიკორა სუპერმარკეტი. მოიცა სუ ჩემია. და ამ ბოლო დროს არ ვიცი ჯერ ნახოთ როგორ ხასიათზე. დამაცადე და ტექსტი მაქვს. არა მეგონა რომ ერთი უნდა ამოვარჩიო და წავიდე. ხო და ეგრე ბოლოს ეგრე ამოვარჩიე. რა მაგარი რაღაცებია. ნიკორა სუპერმარკეტებში შეხვალ, გაიხედავ გამოიხედავ და დაინახავ ლორენცის უამრავ პროდუქციას. ლორენცი გერმანული კომპანია, რომელიც აწარმოებს ძალიან გემრიელ სნეკებს. ეს არის რა ვიცი, ჩიფსები გინდაო, ხილეული გინდაო, სხვადასხვა. თანახე ხა მუნდიალი არის და ზუსტად უხდება მუნდიალს ამგვარი. გერმანელებმა ყველაზე კარგად იციან რა უხდება ლუც. მე ძალიან მომიხდება ეგ, იმიტომ რომ ლორენცო მეგრული სახელია, რო იცოდე. კი რა თქმა უნდა. ლორენცო ეჭვიც არ დაფარებია. ეხლა კიდე ერთი რამე. ეს გაგითავდება, ეს რო გაგითავდება ადრე და მალე. რო შეხვალ ნიკორაში ლორენცოს ნებისმიერ საქონელს რო იყიდი, ჩეკს რო ამოგიბეჭდავენ, იმაზე იქნება შტრიხ-კოდი. იმ შტრიხ-კოდს დაასკანერებ და დარეგისტრირდები და მიიღებ გათამაშებაში მონაწილეობას და რა თამაშდება? თამაშდება შენ შემთხვევაში მოგზაურობა ინგლისში. რას ხვარ? ანუ რომელ გუნდსაც გულშემატკივრობ? ეხა მეხომრება? არა, მართლა. პირველი პრიზი ეს არის. მეორე პრიზი არის აი რო დარბი ხარ და ადგილზე ხარ? რა არის აბა? კარდიოს რო აკეთებ, სავარჯიშო. მერე სარბენი ბილიკი ქვია მაგას. და მესამე ადგილზე ელექტროველოსიპედი. რას სამივე მაწყობს, მაგრამ პირველი ყველაფერს მერჩემნია ამ წუთებში. მაგრამ ამდენს თუ მეტად სანამ ეს დამთავრდება ხალხო მუნდიალის დამთავრდება. მოდი ერთ წელს დავიღებ რომ მალე მივიდე. ჩვენ შეიძლება გაგიმარტივოთ. ნახე რა გიყვარს უცებ პროექტ მოგხდება ხელში. მოდი გადაგიღო. მოდი ხო? მოიცა მეორეც. მოიცა მეორეც აიღე. ლაივში გადი მაგის ტელეფონი. ჩემი ტელეფონი გიგებს. აი, ნახე ორივე ისავე რაც მე ფოტოსია. მოკლედ მიიღე ძალიან დიდი მადლობა ნიკოლას და ლორენც. 22 ივნისიდან 19 ივლისამდეა ეს გათამაშება, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, თითო ესეთი რამის შეძენა 10 ქულა. ნახე მე თუ მართლა მოვიგე, მე ზეგვეშევა, რა მშობა აქ ეს დამთავრდება თუ არა. ინგლისში ნამყოფი ხარ? ორჯერ. მაშინ სხვა ქვეყანას უგულშემატკივრე. სადაც არ ხარ ნამყოფი. სათქმელად. მე ზეგმივალ და თუ რომ მიხვალ ეტყვი ნიკორას რომ ვიცი მე ვალეში ყოფდი. ვალეში ყოფდი, რა გოიმური სიტყვაა, გულშემატკივრობდი. TikTok. დაღუპა. გულშემატკივრობდი მექსიკას. მექსიკაში შენი ხოდით სამსვლელი არა. არა. მექსიკაში არ ვარ სხვა. ინგლისში სულ მოხვდები. მე ეგრეც არ არის ინგლისში ძალიან გამკაცრებულია სხვათა შორის. საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები. გამკაცრებულია, მაგრამ ლამაზებს უშვებენ, აი მე დაკვირვებული. დასაკომპლექსო. ამიტომ შენ პრობლემა არ გეკითხა. არასოდეს. ხათია. მადლობა, გამოვესწორა ეხლა რომ სულ ბებერი და ბებერი მე და ეხლა გამოვესწორა. ბებერი როდის გეძახე? ასაკობანი. ასაკობანი ვარ. უბრალოდ გითხარი რომ შენ პირველად რომ მოხვედი ჩვენ შუახნის ალბათ. ჩვენ პატარა. ბალზაკის ასაკი. მაგრამ ის კი არ მithქვამს რომ შენ იყავი დიდი, შენც პატარა იყავი პირველად რომ მოხვედი. კაი იყოს ბალზაკის ასაკში და თქვენ შუახნის ასაკში მამაკაცები. რა შუახნის ასაკი? 5 წელიწადში პენსია. აუ ვიცი რა მინდა, მაყურებელს მინდა რომ ვთხოვო რომ მოგწერონ როგორ მოეწონებათ ეს გადაცემა, რომ მართლა ძალიან სად მოგწერონ? მაგას გადამწყვეტი ნიშნა. ქვემოთ შენ ეს ტელეფონის ნომერს დავწერ და გამოგიგზავნე. თქვენ იწერო მიმერობით მაყურებელ. ან მისამართ და წერილები მოგივა. დედას ფიცა ვარ. ინდექსი იცი შენ. იანდექსი. რედაქციაში გავჭედე. დედას ფიცა ვარ ცოტა და ჩემს ოჯახში ჩვენ არ ვიძინებთ თქვენი გადაცემის ხურების გარეშე. უბრალოდ გუშინ წინ ჩამეძინა და ვერ მივედი თემურიკომდე. თორე მთელი პირველი ნაწილი ყველაფერს უყურე. ოჯახ. და ერთი გადაცემა რამდენი დღე ყოფნით დასაძინებლად? ნუ ორი თუ მიგვეძინება ეხლა უმამდე რა ქვია სტოპრამდე, სტოპერს გავაგრძელებთ და ანუ შეგიძლია თუ რაღაცა დაგავიწყოთ. ერთი გადაცემა თუ 2 დღე ყოფნით, დანარჩენი 5 დღე არ გძინავს?
არა, მაგრამ არ ვუყურებთ გადაცემებს. ძველები ყველაფერი ვიცით. Fashion TV-ს უყურებს. 405-ვე გადაცემა გაქვს ნანახი ხალხო, წარმოიდგინეთ. მე მგონი რაღაცა ჯილდო მეკუთვნის კიდე. ერთი ვერცხლის სამაჯური. მოიცა და ჯერ დავიხვეწო ესე, ეხლა ხოთხოვერ შევწყვი. წვერის საპარსი ხა. მე თვითონ გამიფუჭდა და და საჩემატყვე, სად მატყობ ხელზე. არა, ეგ მაქვს. მე რა შემატყვეს რომ მომიტანეს. ერთი წამი, ის დათვი მომწონს. ეს არის ისტორიული დათვი, მართლა გეუბნები. მე თქვენგან ისეთ წირში მოვიგეთ მე რო ქალთუზე ბათუმში. მოიპარა ვიღაცა. ცოცხალი თუ სათამაშო ქალთუ. სათამაშო ქალთუზე. ცოცხალი რა თქმა უნდა. ოი, შენ რა ხარ? არა, მაინტერესებს. მაინც გადააზუსტა. არ მინდა არაფერი, როცა იქ ექნებათ კიდე კაცები მოდი შეხვედრა. ფასვორდს შეგაწერიებ და აქ რო შორი ახლოს მოხვდები, ბასო ინტერნეტი. ეხლა მაგარ რაღაცებს. მოდი შეხვედრა რო გეკ. ან მონეტა ხო არ გინა მონღოლური. ხელზაობის მეორე ადგილში. ის მინდა და მომეც. ერთი ხალბით უგრიკი. არა, ნახე, ეხლა რო შეხვედრა გეკნებათ მორიგი სექტემბერში ხო აპირებთ თუ ოქტომბერში შემოდგომაზე. რა შეხვედრა. ლაივზე იძახი? ლაივში. აი. დავაჯილდოთ რა მოძებნეთ. აურა. ამაზე დავაწერიებთ ამას ყველაფერს და მე რომ მოხვალ შე 555. მათხოვე ერთი დავიჭერ ხელს. მოიგო. ეს არის ვერცხლის ფერი. და იქნებ ფეხბურთის სახში დაბრუნდეს. ვა. ეს იმაში გული გული შეგწყვეტა. გაჩქარებული თქო, გეუბნები და რომ მოვდიოდი თქვენ გამოთ ნერვიულობდი და თქვენ თუ თურმე. გინდა გავატანოთ, მაინც უნდა გადამეგდოთ. კარგი. ლაივზე დაგპატიჟებთ და რამეს გაჩვენებთ. მოვიფიქრებთ ლაივზე ხო ხარ ნამყოფი, ხო? როგორ არ ვარ, არ გახსოვთ მთელი ნუცუბიძე რო გადაკეტილი იყო, ხო რა. ეგ ისე ხო ხარ? ლაივზე ლაივზე იქ რა ქვია სალარიც ცენტრში როგორ არა ვარ ნამყოფი. კიდე დაგპატიჟე. ყველგან მე ვარ თქვენი ჟამთა აღწერელი. შენ სხვა ის არის, შენ ტრაბონი, ხალხად და სტილი ჩვენ. კაი ფეხი მაქვს და იმითო. მართლა. მადლობა ხატია რომ იყავი ჩვენთან სტუმრად. წარმატებებს გისურვებ. 555-ში ვარ? 555-ში გადაგიხარ. მადლობა მოგეთ ხატია, წარმატებებს გისურვებ. გელოდებით 555-ში. 555 გადაცემაში. 5 და დარწმუნებული ვარ ბევრად უფრო შინაგანად კარგ ხასიათზე შევხვდებით. გასაგებია რაც იგულის ხმა. რა თქმა უნდა. ჩვენ კიდევ ბიჭებს კიდე აუცილებლად ოქტოპუსს და ბიჭებს ჩემი მხარდაჭერა. ბაციკაძეს, კი ბატონო, ბაციკაძეს და კალათოს და ყველას ვინც სამართლოდ არის ბურგის ფაბრიკას ქვეყანაში. ჩვენ გადავდივართ მომდევნო რუბრიკაზე.